გაუმარჯოს. ერთი დღით დაკარგული ვარ. აურა მაგრა თუ ვერავს. ავი გარეთ და ნაგავი გავიტანე და თან ხა იქ ხალათით ვერ გავალ რა, თორე დიდი სიამოვნებით. გავიტანე ნაგავი და მივხვდი რომ მაგრა თუ ვერავ და აუ ისატუღ და ნინიხოს თხოვე ადუღებდი. თანდღაც წამოდუღდეს. თავი ამტკივდა, კიდევაც ჩამოვიწევ ხა ამას და ისეთი ქარი იყო, აი მაგარი ძლიერი ქარი. მოვედი და გამახსენდა რომ სამას და გავიკეთე. კარგად მოჭერა მინდოდა უფრო. გუშინ ამ დროს ვიყავი ქალაქ. არა, ვიყავ პრინციპში. თუ ვიყავი, რომელი საათია? აუ რა, ერთ დროს ვაფუთავდი უკვე ნახატებს და გავედი ქალაქში. წავედი და წავიღე ნახატები. ვაიმე მაგ ნახატებზე უნდა გითხრა. აი ეს დრო იყო რომ ფუთავდი რა. თან წინა დღისით გავარკვიე, რამდენს ვიყრი ხარ. აი ხორი ჩავა. აი ძლიერი დავრიოთ. ხო და ეს ერთი უნდა ვაგზალზე მიმეტანა ერთი სარაჯიშვილზე. ხო და დავაკვირდი დავაშტერდი კარგად და ვაგზალზე რომელიც უნდა მიმეტანა დავაწერე ვაგზალი თქო რა. ვაგზალი ამ საათზე. მეტი კიდე შეხარკაი. მეორე საფერფერი არ დავაწერე, იმიტომ რომ ვიცოდი სადაც უნდა მიმეტანა მაგის მე. ой, მეტოვიდით მაგლა და იგავაგდეროთ თორე შემცირ და ხალათი გავიხადე ეხლა. ეს მეც ძალიან ბევრი საქმე მაქვს ხალხო, ეს დღეები ძალიან ვახალტური მოიტყვიან და დღეს ამან ყველაფერი საქმე რაც მაქვს ხოლმე წესით ხუთშაბათს პარასკევს რა. ანუ ეს ამ დალაგება წრები და ყველაფერი და დღეს ამაქვს. გაზნახეთ იტირებთ, არ შეხედოთ. არა და რამდენიმე დღის წინ ისეც ყრიალებთ. ო, დაიკეტე რა. ყველაფერს ნაჭამი აქვს. მე და ნინო ვართ სახლში და ნაჩვენები ეკლესიაში წავიდნენ. ой, სასტრაფოთ ფეჩთან მინდა. სასტრაფოთი ფეჩთან. ვაიმე. ცივა ხარ დღეს წვიმა აღარ არის, მაგრამ კარგა უშუშუნებს. მზეც დიდად არ არის, არა და წუხელ ის იყო. აი ეგ დავიფრა. ქართლები რომ დავაბინავე, ვარსკვლავით სავსე იყო ცა. და ვიფიქრე რომ ხარ ძალიან მაგარი ამინდი იქნება მეთქი, მაგრამ არა. ალაგ-ალაგზე კი გამოდის, ეხა ის წვიმაც მართლა ყელში ამოვიდა. და გადაყრის რა ეს ქარი. აურა შემცირდა. შეძე რა უწევთ არ მინდა? წადი ჭამე მიდი. არ ვიცი რა გვაქვს საჭმელი, მაგრამ ჭამე. რომელზე პირველზე მიდიხარ ხო შენ? რა? ალდა ისა ქემაიო. მეტყოლება დაკარგე? წადი, ჩაისხი. დუდუნე. ой, бекай. О, ხალაბაბაბაბაბა, ხალათის გარეშე ფეხი არ გაადგა. ეგ მიყინავს. მოაჯირს. ხო და რას გეუბნებოდით? მოკლედ, წავიღე ეს ნახატები. წავედი, მარშრუტკაში ვზივარ ჩემი ნახატები თურთ და სხვა მოვიხსნა. თვალი მეცრებლება ის ქარში რო გავალ ხოლმე. ნუ არაფერი ჩავჯექი მეტროში. წავიღე გეზი ვაგზლისკენ. ნუ მეთქი მირუტანო და რო ჩამოვედი. ესე ხო მეჭირა ნახატები წინა მხრიდან ესე მეჭირა რა და რომელსაც აწერია ვაგზალი ხელში მომიხვდა ისე
სამკაულები ამ გოგოებს ერთ სხვანაირად აქონდა, ერთ სხვანაირად რა და ვაგზალზე რომელიც უნდა მიმეტანა, იმას არ ქონდა ბევრი. ფოლგით ქონდა გაკეთებული და რამდენიმე ქვა ქონდა. ხო და ხელში ძალიან ბევრი მომხვდა ის ნახატი, რომელიც ვაგზალზე უნდა დამეხვედრებინა რა, ქვები. მეთქი ეს არ უნდა იყოს ვაგზალზე, იმიტომ რომ ეს უნდა იქ მივიტანოს არა ჯიშვიძე. ჩემ თავს ვეკითხები რა და თან ეს ხო მიჭირა რა და მატარებლებში ხელთ არა, მე ეთში ჩავარდი მოკლედ რომ ნახატები ისე უნდა მივცე რომ უნდა ამერიოს ყველა ვარიანტში. ჩავედი დავალაგე ესე ნახე სკრინები პატრონების რომ ვის როგორი უნდოდა და ვის როგორი გავუკეთე არ ეთხოვა რა ანუ ვაგზალი რო აწერია აშკარად სარაჯიშვილზე მისატანია ის ნახატი ხო და აი ზუსტად ერთდროულად მიველით მე და ლიკა სალამი ლიკა მოგესალმები ხო და ეს კატა როდის შემოდის გიждები ესე იგი წამიწამზე შენი აქ არ უნდა იყო ნინომ რო კარი გაღო შემოვიდა გოგო როგორ შემოგასწრო აი წამის მიასედით გაიღოს კარი ეგრევე შიგნითა და თან ვერ ავხედავთ ღმერთო ჩემო ხო და ლიკას უთხარი მე მგონი მეთქი ლიკა ნახატები მაქვს არეული და სანამ წავიღებ იქა და სანამ მოვწებ უნდა შემომოწყო უნდა თან ლიკასაც არ ქონდა საკიდის გარეშე გავუკეთე იმიტომ რომ თვითონ უნდა გაეკეთებინა როგორც უნდა და იონეს პანჯარა ღია ხო არა და იქ და ხო არა ხდება აი მე როდის მე რა ზღორელია ღეთ ჩემო ლოკო კობრასდი ამას მე კიდე მეგონა რომ და ჯექი კაცო ეს პანჯარა ხომ მე დავხურე წეღარ ვიღამ გააღო სეი პანჯარა ღია კარი ღია და გამათბობელი ანთია ბედნიერად ხო და მოკლედ ესე გადავარკვიე ნახატები ხელით კარგა მოვსინჯე და მეთქი უნდა გავხსნა და ჩავიხედო და მივხვდი რომ მართლა შეცდომით მეწერა და კიდე კაი ცოტა ადრე რა ვიცი რანაირად მომიხვდა ხელი აი ეთში როგორ ჩავარდი ვერ მივხვდი ხო და მე დავაბინავე ნახატები ეგ ერთი არეულო წინა დღესაც ხო ვიყავი არეული მე გუშინა მისულიყავი 40-ზე რა აქ სოფელში დარბაზში და უნდა მომესწრო ხა 2 საათზე სახში ვიქნებოდი ყველა ვარიანტში ახლა გამოვედი რა მარშრუტკის გასulis დროა უკვე ვარტყობის მარშრუტკის გასulis დროა და მიველე არ დგა არა და უნდა იდგეს არ დგა იქ სადაც უნდა იდგეს ნორიოს გვერდზე იდგა ხოლმე მარშრუტკა ну კაი ხო ცოტა ხანი დაველოდებით ყობა ვერ მოასწროთ ხო რა დროში მოსვლა არა რაღაც ეჭვი მეპარება უკვე გასulis დრო მოდის და მარშრუტკა არ არის ხალხიც ხომ დავიდეს და ხალხიც არ არის რაღაცაშია საქმე მივედი და ნორიოს მარშრუტკის წყორს ვეკითხები მარტყოფი ხო კარგად აქ არ უნდა იყოს და არო აიო იქით არის წავედი ახლა იქით ვეკითხე რომ მეთქი მარტყოფი სად დგას სადაც ამან იქით რო ვიკითხა რომ როგორ არის მარშრუტკები დგა და მე უკვე შენობა და მე მეტროა ხო იქაო ნორიო რო დგა იქ არის არ არის დაუწყარი კარი იმან აქეთ გამომგზავნონ აუ მაშინო აი ამ შენობის იქით იქნება ანუ სუ ადრე რო იდგნენ ხოლმე იქ დაბრუნებულა და აი რო იტყვიან წამიწამზე მივასწარი თორე მართლა ესე პოსტი კი დავწერე მოპარული მამალივით დავდიოდი და მარშრუტკა რო ადგილ შეიცვლეს დაწერეთ თქო აი ესე არეული მოველი და 40-ზე ვიყავ მე იქიდან წამოვედი სახში რა ვიცი რაღაც რაღაცები გავაკეთე და ისე რომ ვერ ხო ნახატი მქონდა დასახატი დავხატე ამჟამად შეკვეთა არაფერი არ აქვს საერთოდ იმიტომ ნახატები ჩავაბარე და საროჭკა რაც კიდევ მქონდა დასახატი გუშინ დავამთავრე და დავხატე ოთახში არის დაკეცილი მეზარი ბეხტური განახებდით დღეს წაიღებენ ისე გამოვიტანო იმიტომ რომ აუ რამ წარი შებიძლია ეს კაი ხო ეს არის უნალექო და არის გრანულებიანი როა ძალიან წვრილი როა ხოლმე ის კაი არის და ნინოს უნდა დაუძახო რა შაქარია მიწელს ავეში არ შემიძლია ამას ვერ დავle წარი ყავს ვერ
ნინო დე შაქარი ამოიყოლე რა გინა პატარა ჭიქაში ერთი კოვზი ჩაყარე და ამოიტანე თლიან ბან კარგა გივარდეს ესე იგი ამ კალანხოებს ხوارეშველა გაყვება რომ ვნახო რა ფერები ალბათ თვეზე მეტი არის ეს საყვავილები გაბუტანები და არ გაყვებულა ჯერ ერთი საროჭკა და მეორე სხვალე უნდა წაიღო და ეს დღეს აი მე ყველაფერი გასაკეთებად მაგრამ რა უყურებს თავზე განახებთ რაღა თქვენ გაწყენინოთ ეხლა ვეგან ხო და ეს ნახატიც რომ დავხატე ვეღარ მოვახწარი და ვეღარ მოვახწიე თქვენამდე რა ვეღარ მოვახწიე იმდენად დაგვიანდა და მე ყველანი რო სახში ხარ და რაღაცა უკვე აი ეს კარგი კოკი ეს ნახატი ამ ლაკისუნი აქვს დასასიამოვნო ძალიან მიყვარს ლაკისუნი თვის ლაკისა ოღონდ იმისი პრესტიჟის მაგარი სუნი აქვს ეხლა რანაირად უნდა დავკეთო ეს რომ გავბრუნვენი ამაზე რომ ჯერ არაფერი არ იყოს დავალაქხაო ეს წამით ამას აქ დავდებ რომ წაიღო ეხლა ალბათ 1.5 საათი შემდეგ წაიღე ხო და ასე ხო და გუშინ მოვედი ეხლა სახლში ნუ ეს ყველაფერი რაღაცა და უნდა ვთქვა ხო იცი რომ დავით ხო ვიცი რომ ვიყურებ და ხო იცი რომ უნდა ვთქვა ხო დამხვდა მესიჯი გახსოვთ რამდენიმე დღის წინ რომ ის ჩავწერე ვიდეო სახუბზე და თხოვებაზე და მეზობელზე და რაღაც ეხა და ამბერმა თქვენ გამაკერე უმრავლესობამ გაიგეთ არა ამისთვის უნდა ავხსნა ეხლა მე გეტყვით რა ბიზნესის დავხდა ანუ ვისაც მოხდა ეს აბავი რა ვისაც ვათხოვებდი და მე აღარ ვათხოვე თუ რაღაცა სინამდვილეში ესე მეზობელი და კალის მეზობელი არა ამიტომ ხო არ ვიტყოდი აი იმის ყვავის ჭრიყვის მამიდამ თხოვა რომ ესა და ეს რაღაც ამიტომ ერთი სიტყვით ისავქენი რომ მეზობელი სიტყვის მასალა ხო და დამხვდა მესიჯი მეზობელზე ესეთ რაღაცა თხოვება არ თხოვებაზე რომ ყვებიო ტეხავსო რა პეპელა შენ წესით ჩემი დრო არ უნდა გქონდეს ხო და ანუ ზოგადად ადრეც ქონდა ამას რაღაცა ესეთი ისა რა და ზოგადად როდესაც ცოტათი აი რაღაცა ისეთი ადამიანისგან მოდის რაღაცა რჩევა რაღაცა ვიცი ხოლმე უბრალოდ სმაილის გაგზავნა იმიტომ რომ ყველას კი არ აქვს უფლება რომ რაღაცაში ჩაეთოთხმეტოს და იმ საკითხში რაც არ ეკითხება რამე გირჩიოს მაგრამ ყოველთვის სმაილის გავუგზავნი დავაგულებ და მორჩა იმიტომ ხო და ადრეც ესე გავაკეთე ამასთან დაკავშირებით ხო არა უნდა ვთქვა რაც გაწერია ჯერ თუ შენიშვნის ადამიანთან გააქვს იმისი უნარი და უფლება რომ კონცენტრი მომე კოს ეს გავმართვი რომ ადამიანს შენიშვნა მისცე უნდა მისცე კაი ხო გინდა შენიშვნა უნდა მისცე მაგრამ ელემენტარული უნდა გქონდეს პირადი პროფილი მარტყოფი და მარტყოფელები კი არა პირადი პროფილი რაღაცა სახელს ამოფარებული არ უნდა იყოს შეგვეძლოს დიალოგი მაგალითად ხო იმიტომ რომ როდესაც რაღაცის ადმინი ხარ მაგალითად ჯგუფი რომელიც ძალიან მაგრად მუშაობს და ყველა მარტყოფელს უყვარს ეს არის რა ხდება მარტყოფში და ძალიან მაგარი ადმინი ყავს
ასევე მარტყოფის წარსული დააწყო, რომელსაც ძალიან მაგარი ადმინი ყავს, მაგრამ შენ რაღაცა გაგაქნეულ გამოქნეულს იქნევ. ბევრი შენ ჯგუფში რამე ჭურჭელი გაიყიდოს ხოლმე. ბევრი. ხო და მივწერე კულტურულად და რაღაცა, რომ მეთქი სიტყვის მასალა ეს მეზობელი წესიც უნდა იცი როგორ რაღაცნაირი ტონი ეტყობოდა იმის მონაწერს და მეც იგივე ტონით მივწერე, რომ ანუ ისე რომ მეთქვა რომ ყვავიშყიყვის მამი და მეთქი გაიგებდი, ამიტომ სიტყვა მეზობელი ვთქვი. მაგრამ შენ სანამ ამას მეტყოდი მეთქი და შენ სანამ ამას მირჩევდი, მე რასაც ვამბობ იმაზე მაგ 1000 ჯერ დაფიქრებული, 1000 ჯერ ნაზრევი, როგორ უნდა ვთქვა, რომ მე ვიღაცამ რაღაცნაირად არ მიიღოს. იმიტომ რომ მე ვცხოვრობ სოფელში, ჩვენ ყველანი ერთმანეთს ვიცნობთ, სოფელში ვიღაცა ვიღაცის ვიღაცა ყოველთვის და ამიტომ უფრო მეტად მაქვს იმისი პასუხისგებლობა, რომ სანამ რაღაცას ვიტყვი და ვფიქრდე. და ისე ვთქვა და ისე გავაანალიზო და თუ ვინმეზე რამეს ვამბობ, აი ეხლა კონკრეტულად რომ შენზე ვამბობ, შენ ღირსი ხარ. შენზე უნდა მეთქვა და შენი სახელიც გაუმეტა. სახელი რა, რაც ხარ, მაგრამ ჰაი რო ეჭვი მაქვს ვინც ხარ. მაგრამ არა უშავ, აღარც მაინტერესებს არც არაფერი. მოკლედ ხო და მივწერე რა, რომ კარგად აწონილი და წონილი თავს, კარგად ნაფიქრალით და მეზობელი რო ვთქვი და იმაში რა ვიგულისხმე, ეს მე ვიცი, მაგრამ შენ გასაგონად და ადამიანების გასაგონად რო აი კონკრეტულად მეზობელი. რო არა ვთქვა ნინოს კლასელის მამიდის, ბიძაშვილის, შვილის, ცოლის ძმაკაცმა, ხო? თქვი სიტყვა მეზობელი. თუნდაც მე თქვა რა ვიცი. დეიდა ჯემი უბრალოდ რომ ერთი სიტყვით გამომეხატა ის ვიღაცა ადამიანი. ხო და მე მითქვია კაცო და შენ რაღაც თავში აგივარდაო ბლოგერობაო. რაიმე, აქ ის ვიდეო უნდა. ნეტა მაგ კიდე რო ჩავსვა. ოღონდაც არა. თავში ავარდნა იცი რა არის? ქუჩაში რო შევხვდები და გვერდზე გავიხედები და გამარჯვებას არ გიეტყვი. ანუ გამარჯვების ღირს არ გავხდი ადამიანს, იმიტომ რომ მე რაღაცა ვარ. აი ეს არის თავში ავარდნა. თავში ავარდნა რომ რა ვიცი. და თავში ავარდნა ის არ არის რომ ადამიანს რაღაცას ურჩევ და იქიდან პასუხი უნდა ყველა ვარიანტში ისეთ რაღაცას უწერო, იქიდან პასუხი მოგივა ყველა ვარიანტში და სრული უფლება აქვს ადამიანს რომ საკუთარი აზრი დაგიფიქსიროს, იმიტომ რომ იმაში ეკვეხები რაც შენი საქმე საერთოდ არ არის. და ამ დროს, როდესაც ვერ იღებ იმას, აღარ გიხრის ადამიანი თავს, მე უკვე ცუდი გამოდის. არა უშავ. მე ეს წლებია ვისწავლე, დღეს არა, ის რაღაცა 10-15 წელია ვისწავლე ის, რომ როდესაც ადამიანს თავს უხრი ერთხელ, მერე ზემოთ ადიან და არა. ეგი აღარ არის. გავიარე ეგ მომენტი. ასე რომ თუ რაღაცას მომწერ, არა, ვეღარ მომწერ. ზოგადად, საერთოდ, ნებისმიერ, თუ რაღაცას ისეც მომწერს, რომელიც არ აქვს უფლება რომ მოწეროს, რჩევას ვიღებ, რჩევის ტონის ეტყობა როგორ უნდა მომწეროს ადამიანმა, თორე ძალიან ბევრი თქვენგანია, რომლისგანაც ძალიან ბევრი რამე ვისწავლე და რჩევებს ვიღებ. არა, გააჩნია რჩევას, გააჩნია საკითხს, გააჩნია ტონს იქ რა იგულისხმება და გააჩნია რჩევას გაძლევ თუ მბრძანებლობ. ზოგადად ესეთ რაღაცას იცი ვინა წერს ხოლმე? რაღაცა რომ უნდა, რაღაცის გაკეთება რომ უნდა და არა აქვს იმისი შნოს ვიტყვი, თუდად თუ არა თქვა. და ამ დროს რისი გაკეთებაც უნდა სხვა რო აკეთებს, ის კი არ უხარია, პირიქით შურს, პირიქით უნდა რომ რაღაცა ჩაძიროს, იმიტომ რომ თვითონ ვერ გაკაჩა, თვითონ ვერ მოახერხა ეს. და ანუ რაც უნდა რომ გაეკეთებინა, სხვა აკეთებს ამ ყველაფერს რა. სხვაში დაინახა ის. და თუ თვითონ ვერ აკეთებს, მოდი და იმანაც არ უნდა გააკეთოს. ეს არის შური, ბოღმა და სიბოროტე, მეტი არაფერი. ასე რომ მოდი შენ ისევ ჭურჭლები გაყიდე შენ ჯგუფში როგორც იყიდება, მე შევეშ, ხო ვიცი რომ იყურებ რა. იმიტომ რომ ცოტა დაგვიანებულზე ხარ, იმიტომ რომ ის ვიდეო რამდენიმე დღით ადრე იყო და არ ვიცი ამდენი ხანი ფიქრე და ეხლა მომწერე თუ მომდევ, რა ვიცი, არც მაინტერესებს. იმიტომ რომ როდესაც ადამიანთან პრობლემა მაქვს, აი ესე ნინოსთან რო პრობლემა მაქვს, მივდივარ მე მანანა და ვეუბნები.
პირზე. აი ეს. თუ არა და ვიდეოში როგორც ახლა შენ გითხარი, ისე ვეტყვი. აი ესე. შენ არა გაქვს იმისი რომ მარტყოფი და მარტყოფელები კი არ იყო. კონკრეტულად ესა და ეს ადამიანი იყო. ბიჭუკელა. გაიგე? ისე კაი ხანი აღარ გამოჩენილ ხო ის. აი ესე რა. ხო და ზოგადად მინდოდა რომ ეხა ეს მორჩი. და კიდე მინდა ამას ცოტათი გავუგრძელო ადამიანებზე, რომლებიც ვიდეოს არ უყურებენ. ეხა უყურებენ, არ უყურებენ, მაგაზე არ მოგხებარ. აი ვიდეოში რაღაცა აზრი დავიწყე და დავამთავრე. მაინც გეკითხებიან, რომ ვერ გაიგეს. არა უშო. მე ხა როგორც ვეფხის ყავსანსა განმარტება, მაგ ვიდეოს შემდეგ განმარტებას ვერ დავდებ. გაიგე, არ გაიგე, აი დადი. ან რა ვიცი რა, ხდება ხოლმე სასწაულები, კიდე რომ თქვენამდე არ მომაქვს ხოლმე და უყურე, გაიაზრე, ვერ გაიგე? არა უშავ. სხვა წინადადებაზე გააკეთე აქცენტი. რა ვიცი, ძალიან გაუგებრა თუ ლაპარაკობ. მე არ ვფიქრობ გაუგებრა თუ ლაპარაკობ. თუ თქვენ ვერ იგეთ, ესე იგი კონკრეტულად იმ მომენტზე არ იცი არაფერი, კონკრეტულად იმ საკითხზე არ იცი და კიდე 1000-ჯერ რაღაცას ვერ ვიტყვი. რომ კონკრეტულად ერთმა ადამიანმა გაიგოს. ასე რომ რასაც გაიგებ, იმ მომენტს უსმინე ხო? კაი. აი ასე. წავედი ახლა, კაი იყო თქვენთან ერთად ყოფნა და ჭორაობა, გუშინ ვერ ვიყავი, მაგრამ მოვახციე და სანამ ამ ჩიქას დავლევ, მეორე ტელეფონს ავიღებ და მეორე ტელეფონით ჩავწერ ახალ ვიდეოს. კაი? კაი. და დავაქვს ჩემი ტანჯულა. აკაი. ასე რომ ხარხნო. შენ არ ინტერვიულო თუ თავში ამივარდება, მე მყავს ხალხი, რომლებიც მეტყვიან, რომ მანანა შენ უკვე რაღაცა ზღვარს გადახველი და ან გაჩერდი არ რაღაცა. იმიტომ რომ გახსოვთ მე არ მავიწყდება მე რომ დავიწყე ესა თუ ის საქმე, აი ეს კონკრეტულად ეს ვიდეოების ჩაწერა და რაღაცა და დავიწყე. მალევე მე ვიდეოში ჩავწერე ძალიან ბევრი ხართ, ვინც იმ თავიდან მომდებთ. ძალიან ბევრი ხართ. და აი ამ ადამიანებს შენიშვნის უფლებაც აქვთ. კრიტიკის უფლებაც აქვთ, იმიტომ რომ კრიტიკა მიყვარს, ოღონდ ჯანსაღი, ესეთი კი არა. არა. აი დიალოგი როგორ უნდა წასულიყო. მე ხო შენ ხო მითხარი, მეც გითხარი. რომ ეს სიტყვა გამოვიყენო სიტყვის მასალად სინამდვილეში ვიღაცის ვიღაცა. გაგიკვირდება და კი გთხოვთ. შენ მოგეთქვა, მართლა რაღაცა ვიფიქრე და აი მეგონა რომ ცუდად არ გამოსულიყო, იმიტომ მოგწერე. მე მეც მოგწერდი, კაი, მადლობა რომ რაღაცა და მორჩებოდა. ზრდილობა, კულტურა უნდა იქონიოს ბევრმა. იმიტომ რომ დიალოგს გააჩნია როგორ წაიყვან და როგორც მიყავ, როგორც პირველი იწყებ, ის უნდა მოლოდინი გქონდეს, რომ იგივენაირად დაგიბრუნებენ პასუხს. მაგის გარანტიას გაძლევ. ხო და იმ თავიდან მყავს ხალხი, ვისთვისაც ვიდეო ჩავწერ და ვთქვი, თუ ოდნავ მაინც გადავალ იქით. ავიბზუებთ ცხვირს, არ გაგცემთ კომენტარზე პასუხს, არ დაგიგულებთ, აი არ ვიცი, ანუ ეგრეთ წოდებულად დაგიკიდებთ, რომ იტყვია. ცუდად გამოვდის, მაგრამ აი ეგეთი რომ გავხდები, აი ჯერ რა უნდა აგივარდეს თავში გეხვეწები რა. აი იმდენად სასიამოვნო პროცესია ეს, აი ვერ ახვდები, ვერ აგაქშიგრით ისე რომ ანუ ამ ვიდეოს რო ვიღებ, ჯერ ხომ სიამოვნებს, მე თქვენი კომენტარების კითხვა ხომ სიამოვნებს, ვიდეო არ არის დადებული კომენტარებში შევდივარ რომ ხალხს დავუგულო. მე რო გადიხარ ძალიან სასიამოვნო არის რომ 1000-დან 1 კაცი გიცნობს და გიღიმის. აი მასე სასიამოვნო რა უნდა იყოს და შენ მეუბნები რომ თავში ავარდა იცი რა არის? გუში რომ მატარებელში ვიღაცა მიღიმოდა ბავშვი და გავუღიმე. იცი როგორ იყო? მე ერთ ვაგონში და ის მეორეში და
მივხვდი რომ იცნო, მეც გავუვარ. იცი რა იქნებოდა თავში ავარდნა? აი ზედრო არ მივხედავდი. და ეს იმხელა სასიამოვნო და რაღაცაა, რომ კაი რა, რომელ თავში ავარდნა და რომელი რაღაცა ყოყოჩობა ჯობია იმას, რომ ადამიანთან წრფელი ურთიერთობა გექნება და რო გაგიღიმებს, გაგინათლება რაღაც საერთოდ სული. არ მესმის. ხო და ამ ადამიანებს, ვისაც აქვს ჩემზე უფლება იმისი, რომ მითხრა რომ მანანა გეშლება, შენ შეგეძლო რომ ქონოდა, მაგრამ შენ უფლება დაკარგე. ძალიან ბევრს აქვს უფლება, ძალიან ბევრ ჩემს მაყურებელს მირჩიოს, მასწავლოს, გამაკრიტიკოს ჯანსაღად, ზრდილობიანად. ასე რომ შენც თუ გინდოდა ეგე, გუშინელი დიალოგი სხვანაირად უნდა წაგემარ. წაგეყვანა. რაც გინდოდა ის მიიღე. ასე რომ შენ ჭურჭელი გაყიდე. მე თავში ავარდი ვლოგები ჩავწერ. ხო და ისიც დამიწერე რა მივარდა შენთან თავში. კარგად პეპელა. გაფრინდი. გაყიდე ჭურჭელი. ოკეი? წავედი ახლა. სანამ ყავა დამილევია. მაინც წარიგებ მაქვს. და 5 ლარისა ვიყიდე. სტუბარიც მაინც მომივიდეს დავალებნა. კარგად იყავით ხალხო, მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით, რა ვიცი. ვკითხულობ. ჩემი პასუხი ხო პასუხი იყო? აი მართლა დამით, თუ მივქარე, დღესვე ვივწერო, ვივქარე պետք. ხო და მეც ეგ უთხარი რა რომ მომწერა რომ როგორო თავში აგივარდაო ეს ლოგერობაო რაღაცო აბრა მიწერე მოკლედ შენ საქმეს ვიხედე და მე შევთავაზე ამივარდე თუ არა მივარდა მე დავშავდები რა ხო მაგით ხო იმიტომ რომ დღეს ვიღაცა წავა ხვალ ვიღაცა წავა და ზეგ მარტო გადავშევი ჩემი აი ესე ვიდეოებთან ერთად აი ეს იქნება მაგის შედეგი ასე რომ შენ არ ინერვიულო ჩემო ლამაზ დავით